4 ფოტო უნდა გაჩვენოთ. ხომ მზად ხართ? ეს არის ვაშე გადაცემა. ხომ მზად ხართ? სულ 4 ფოტოს ანახავთ. აბა დავიწყოთ. ფოტო ნომერი 1. ფოტო ნომერი 2. 3 და 4. ხომ ხედავთ რა აერთიანებს ამ 4 პეიზაჟს? ახალი სტილის სავალი გზაა, ახალი დიზაინის, ახალი კონცეფციის. ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე ასფალტი დააგეს. ხო ხედავთ რომ ტროტუარია. იყო ფილაქანი დაგებული, აყარეს და აი ასეთი გზა დააგეს. ანგარიში ჩაწერეს. რუსთაველის ქუჩაზე ჩატარდა საფეხმავლო სავალი სივრცის მოასფალტებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. დაჯდა ამდენი. ესე იგი, იყო რაღაც ფილები დაგებული, ის არ მოეწონდა და ჩათვალეს რომ გაუმჯობესების დროა. ხაშურში მოქალაქეთა და ქალაქის მრავალრიცხოვან სტუმართა ცხოვრების გაუმჯობესების საათმა დაკრა. ის მოთხარეს და აი გაუმჯობესეს, კეთილმოაწყვეს. აი თქვენ, ხაშურის მერიაო, თქვენ კეთილმოწყობილებო, ეს რა არის? არა, ასფალტი რო არის, შეზღუდული რაოდენობით ვხედავ, მაგრამ მაინტერესებს ტენდერი როდის გამოაცხადეთ და შიგ რა ჩაწერეთ. სააგენტო ქართლის ამბებმა მოგმართა და კარი მიუხო რომ ცხვირწინ, წერილობით მოგმართეთო. ხო და ახლა აქედან გეკითხებით, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარი არქიტექტორი თუ არ ვიცი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ვინაა? აი, გვაჩვენეთ ეს კაცი, ან ქალი. სამშობლო უნდა იცნობდეს. კაც თუ ქალს ვინც ეს დახატა, აი სატენდერო ნახატზე. რენდერი შექმნა კომპიუტერში, შეუკვეთა, მერე ამის მიღება ჩაბარებაზე ხელი მოაწერა. სინდისი არ ქონდა, კაი, მაგრამ ან სახაზავი არ ქონდა, სწორი ხაზი რო გაგევლო, ან თვალი არ ქონდა. ესაა ცენტრალური გზის ტროტუარი. ასე ხედავ ტროტუარს. აი, სალვადორ დალი ხარ კეთილმოწყობილო? ადრე ეს ყოველდღიურობა იყო. მერე კი როგორღაც აი ერთბაშად ანომალიად იქცა. ახლაც 25 და 25 ივლისს დენი რომ მთელ ქვეყანაში გაითიშა, ხალხს სულიერ ტრავმა დააჩნდა. ესო რა მოხდა? ნამეტანი გაფაქისებულები კი ყოფს ხართ პინგვინი მოუკვდება იმ ბრძენკაც. და ბოლო-ბოლო რა მოხდა? 24-ში რომ დადგა უკუნი, იმასე გამოძიება დაიწყო სემეკმა, მაგრამ რამდენიმე საათში 25-იც რომ ჩაქვესკნელდა მთელი ქვეყანა, ქოცი მიხვდა მგონი რაღაც მართლა ხდებაო და სუსტ დაავალა გამოძიება საბოტაჟის მუხლით. ვაი და დივერსია, ვაი და deep state აბნელებს ჩვენს ქვეყანას რომ ვერავინ დაინახოს ქართული ოცნების გასაოცარი მიღწევები და წინსვლა საოცარი. ხა სუსმა რა დაადგინა არ ვიცი ჯერ მუშაობენ. ახლა ბატონი მამუკა თავაწეული მოაკლდა გუნდს და ცოტა დაბნეულობაა, მაგრამ ეგენი პროფესიონალები არიან, იპოვნიან მიზეზს. სემეკმა კი უკვე დადო პირველადი დასკვნა. ხა ტექნიკურ დეტალებს აგარიდებთ, იმიტომ რომ მეც ბევრი არ ვიცი და მარტივად ავხსნი. საქართველო და აზერბაიჯანი შეერთებული იყო და პარალელურად აწოდიდა დენს. მაგრამ უცებ ჩაიხსნა აზერბაიჯანი და საქართველომ თავის სამყოფის სიხშირე და ძაბვა ვეღარ შეინარჩუნა. ახლა სემეკი ამტკიცებს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ვერ აამოქმედა ავტომატური დაცვა, რელეები. და საერთოდაც შესწავლა საჭიროებს სახელმწიფო ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობაო, აი ასე ჩაწერეს. ანუ შეგვიძლია თუ არა საერთოდ საკმარისი დენის მიწოდება ჩვენი ქვეყნისთვის, თუნდაც ზაფხულში. ეგენი არ ვიცითო ჯერო. მალად ეს თქვენ ბიძია. აი, რა სწორად ხარჯავ ფულს, როდესაც სემეკის თავმჯდომარეს ნარმანიას 200,000 ლარს ვუხდით ხელფასად. და მაგდენივეს ვუხდით ვანო ზარდიაშვილს, ენერგოსისტემების თავმჯდომარეს, სახელმწიფოს. ნახეთ რა ეფექტურად მუშაობენ. ახლა აპირებენ გარკვევა საერთოდ შეუძლია თუ არა საქართველოს საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავება. მე არაფერს არ გეტყვით, მე ახლა ვჩუმდები. სამაგეროდ შეგიძლიათ გაეცნოთ მათი თანაგუნდელის ყოფილის აზრს. რას ფიქრობს სემეკის დასკვნაზე? ელექტროსისტემა ვის აქვს ჩაბარებული? ვანო ზარდიაშვილს, ხო? ვინ არის ეს ადამიანი, ვის პარლამენტიდან გააძევა მაშინ ივანიშვილმა და ეს არის დინარაძის უახლოესი ადამიანი, ხო? უახლოესი, ალბათ ერთად მოქმედებენ და მოქმედებდნენ და გამოსაძიებელია ის კორუფციული სქემები, რომელშიც არის ჩართული ზარდიაშვილი. მე არა, მე იმან თქვა. და ალბათ იცის, რას ამბობს. ეხლა ბესელია სისტემის შეგნეულობასაც უკეთ იცნობს და რა თქმა უნდა ამ ტიპებსაც. და ისინიც იცნობენ ბესელიას. მისი ხელი სიმძიმეს კი გადასარევად იციან. და კი ვხედავთ აგერ. პატარა ხელი თუ არ შემოარტყი 1-2-ს,
დენის გარეშეც იოლად აქტუებენ. არ ვიცი, ხელი შემოტყმამ თუ უშველად საერთოდ. დიპლომატიურ ველზე სიახლე გვაქვს. ივლისის ბოლოს მაგარი ამბავი გავიგეთ. შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა. ემი დიაზი. ელჩს კიდევ კაიხანი დააგვიანდება. საქართველოში კი არა ზოგადად გერმანიასა და ავსტრალიაში ვერ დაუნიშნავს ტრამპს ელჩი, იმიტომ რომ რაღაცა ბევრი გამოცდილი დიპლომატი წავიდა, მერე სენატი ბოლომდე წელავს სახლების მოსმენას, მოკლედ ჩიდა ამბებია იმათი. ისე რომ იცოდეთ, ამერიკას 107 ქვეყანაში არ ყავს ელჩი, ვაკანტურია თანამდებობა. მაგრამ ახლა ეს ქალი ვინაა? უკვე აქვს ნამუშევარი ელჩის მოადგილედ აფრიკაში. სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე და ერთ დროს იყო, ახლა კარგად მოусმინეთ, ანტინარკოტიკული ჯგუფის ხელმძღვანელი ავღანეთში. მერტო. წარმოიდგინეთ, რეები აქვს ანახი და გამოვლილი. ავღანეთში ნარკოტიკებთან ბრძოლა ამერიკის სახელით. აი, ამ ხალხს ჰქონდა ჩაბარებული. მარტივი დასკვნა. არაა ეს ქალი მარტივად გააცურო. არაა ეს ქალი მარტივად დაიყოლიო. მით უმეტეს არაა ეს ქალი მარტივად დააშინო. რაღაც სტრატეგიული კურსის ცვლილებით, მუხარით ან რაღაც ეგეთი. და მე რო ბატონი ბორია ვიყო, კი გამკრავდა ეჭვი. ეს თალიბებთან აუმარი ქალი მაინც და მაინც მე რატომ გავომიგზავნეს? ნუ თუ უკვე იმათაც იციან, რომ მეც კაი ბნელეთის მოციქული ვარ და წარსულში მივათრევ ჩემივე ხალხს. ივანაშვილმა რო ტრამპთან დაალაგა, აი იმ ოპერის გაგრძელება გაინტერესებთ. რადიო თავისუფლებამ წერილობით მიმართა შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში. როგორ აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით? სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მოპყრობა. მაგალითად დასახელებული იყო ვახოსანაიას ორკვირიანი პატიმრობა და სასამართლოს მიერ წამოჭრილი კითხვები შალვა პაპუაშვილი უფრო ლადო ბოჟაძეა თუ ლადო ბოჟაძე უფრო შალვა პაპუაშვილია. რადიომ პასუხი მიიღო 3 სამუშაო დღეში. ეს რამეს გეუბნებათ? უნდა გეუბნებოდეთ. თუ არა, მაშინ მოусმინეთ. წაიკითხეთ რა წერია პასუხში და რაც აქამდე არ იცოდით, ის გეცოდინებათ. ტრამპის ადმინისტრაციამ კაფეოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. ვავა, ბორინკა რადნოი, იკაკო, შალვა, მაკა, ეს რა გაკადრეს. სადაა თქვენი გადატვირთული ურთიერთობა ამერიკასთან? სადაა ტრამპთან ძმაკაცობა? სადაა ტრამპ ტაუერი? სადაა რუბიოს კონფერენციებზე გამოსვლა? როგორც ეს ქართულ პარტნიორებსაც გაუზიათ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს. იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს. აი, ეგაა. მარტო ჯო ვილსონი აფუჭებს ჰაერს, თორემ დანარჩენი ყველაფერი მოვაგვარეთ და დავალაგეთო. სხვა ვინ ახსენებს ოპოზიციას? თქვენ რომ მარხავთ ორი ხელით. ვინ ახსენებს სიტყვის თავისუფლებას? ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი. არა და სულ სხვა ამბებს ველოდებოდით ჩვენ. მარტი დაგვპირდებოდა თვით კობახიძე, მაისში ნახოთ როგორ დაუძმაკასდებით ამერიკასთან. მოვიდა მაისი და რა მოხდა? 26 მაისში ჩვენს დღესასწაულზე მარკო რუბია ჩაფრინდა სომხეთში და აღარ ჩამოფრინდა საქართველოში. გამოგზავნა თავისი ვიღაცა დელეგაცია თავისი სათქმელით და როგორც მივხვდით, ის სათქმელიც ეს იყო. რაც აი ახლა გაავრცელა საელჩომ. ვიმეგობროთ, ოღონდ ჯერ დემოკრატია, ადამიანის უფლებებიო და რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან კურტომოს თამაშს მოეშვიდო. მერე მიხეილ ყს ცოლიც ჩაიყვანეს და სიტყვა ათქმევინეს, და ამას რო ინგლისური ეგონა. მერე ბოჭორიშვილის ქალი ჩაიყვანეს და ამასაც სიტყვა ათქმევინეს. ოღონდ კონფერენცია ნეოკომუნისტებისა და ირანის საფრთხეზე იყო, ამაგი ისევ ქართული ოპოზიცია ლანძღა. ჩათვალეთ, რომ ახლა მოუვიდა პასუხი სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით, საელჩოს პირით. და რა ქნა საწი ქოცმა? აწი მართლა მორჩეს კურტომოს თამაშს რუსებთან, ჩინელებთან და სპარსებთან და გაიწვიოს თავისი რუსული კანონები და პრაქტიკა. ან გააგრძელოს ამავე სულისკვეთები და უბრალოდ დაელოდოს რაჩიცას დაიჭერს. ახლა ჩიტი სულხან-საბასთან რა არის ხო გახსოვთ? დაიჭერს კი, დაიჭერს მაგას. დააჭერინებენ. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგუტიშვილთან.
გვიყურეთ, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я проблемაში გადაცემდა.